ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-ზე და 5-ზე. ჩვენ მაუწყებლობთ რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. ვაგრძელებთ ჩვენ ეთერს, რომელიც მესამე სეზონს, რომელიც ეძღვნება თბილისის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 2025 წლის შემოდგომაზე ჩატარებულს და მიიწურა 2025 წელი ჩვენ თანდათანობით ჩვენ გადაცემებში ვაჯამებთ განვლილ სეზონს და მთლიანად წელს. იგივე შეიძლება შევახოთ თბილისსაც. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. ჩვენი სტუმარი დღეს იქნება ამ ეთერში ბექა ოდიშარია, ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი, რომელიც მუშაობდა დიასპორის კომიტეტში თავმჯდომარედ და ეხლა უკვე თბილისის საკრებულოს წევრი და კულტურის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. ძალიან თემატური იქნება. ჩვენ ვიცით, რომ თბილისის ახალი სლოგანი 2026 წლისთვის ეს არის სიკეთით სავსე ქალაქი. ყოველ წელს თბილისის მერია გარკვეულ თემატურ სლოგანს აძლევს. ხო, თემას აძლევს და ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად განვლილი წელი შევაჯამოთ და გარკვეულწილად ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორი წელი და რა გეგმები გველოდება. ამავე დროს მოგიყვებით ასევე იმის შესახებ, რომ ჩვენი კომიტეტი უკვე იმყოფებოდა საზღვარგარეთ ვიზიტში და პირველ რიგში შევხვდით დიასპორას, იმ ქართველებს, რომლებიც თავის დროზე ემიგრირებულები არიან და ცხოვრობენ თურქეთში და მათ გააჩნიათ განსაკუთრებით დედაქალაქის მიმართ სხვა ტიპის დამოკიდებულება, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ, რომ ეს კულტურული კავშირები, პირველ რიგში კულტურული კავშირები, იმიტომ რომ ეკონომიკური ნაწილი ამ შემთხვევაში უკანა პლანზეა, რაღაცნაირად გახადონ უფრო ინტენსიური. ბექა, როგორ ფიქრობ, აი როგორ შეგიძლია შენ დაახასიათო ეს 2025 წელი თავისი იმ არჩევნებით, რაც ჩატარდა, იმიტომ რომ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არჩევნები იყო გამაყარება წინა წლის საპარლამენტო არჩევნების, ხო? თუმცა წინააღმდეგობა რაც ამას შეხვდა, იყო განუზომლად უფრო დიდი. იმიტომ რომ ჩვენ ამხელა კამპანია იმის მხრივ რომ ძირი გამოეთხარათ სახელმწიფოსთვის და მოეხდინათ როგორც პროცესის დისკრედიტაცია, ასევე შედეგების არაღიარება არ გვახსოვს და ეს რაღაცნაირად დღემდე გრძელდება. რას ფიქრობ შენ? გურამ, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, ამ შესაძლებლობისთვის, რომ დაველაპარაკოთ ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. ეხლა კი გეუბნებოდი სწორედ რომ ერთადერთი ადამიანი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ვართ და კოლეგები ვართ, რომელთანაც შეთანხმება არ მქონია თემებთან დაკავშირებით წინასწარ და ალბათ უფრო საინტერესოც იქნება ჩვენი მსმენელისათვის ჩვენი დიალოგი. რაც შეეხება არჩევნებს, ეს იყო სწორედ გამყარება იმისა, რაც ხდება საქართველოში. საქართველოში ხდება საღი აზრის გამარჯვება ცალსახად. მე მიმაჩნია, რომ ის პროცესები, რომელიც მიდის საქართველოში და კერძოდ თბილისში, ეს არის ნათელი მაგალითი მაჩვენებელი იმის, რომ ადამიანების ხმა ჟღერდება, ადამიანების მიცემული ხმა აისახება და ბევრმა პარტიამ, რომელმაც განიცადა ფიასკო, ალბათ არ ვიცი აქ თუ არა დრო დარჩენილი იმისათვის, რომ დაფიქრდნენ რა განიცადეს. ნათელი მაგალითია იმისა, რომ ტყუილი ამ ქალაქში არ გადის. თბილისი ტყუილს ვერ იტანს. და შესაბამისად, მართალი ხმა, გულახდილი ხმა, ადამიანური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და არა პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება, ეგრეთ წოდებული ამომრჩევლის მიმართ, სადაც მაღიზიანებს ამომრჩეველი არ არის ადამიანი, არა ადამიანი და მაშინ უნდა მოვეპყროთ ადამიანურად და მისი წუხილიც უნდა გავიგოთ, სიხარულიც უნდა გავიგოთ და ასე შემდეგ და აი როდესაც ხდება მომხმარებლური დამოკიდებულება და დამოკიდებულება იმისა, რომ პარტია ცდილობს რაღაცნაირად ამომრჩევლად აქციოს, მოსახლეობად აქციოს ადამიანები. იღებენ იმ შედეგს, რაც მიიღეს. ბეწვზე გადარჩა რამოდენიმე პარტია, რომ საერთოდ შემოვიდნენ საკრებულოში, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთია მოწამა იმისა, რომ არავის ხელი არ შეუშლია მათთვის და არანაირ გაყალბებას ადგილი არ ქონია და გაყალბებას რომ ადგილი ქონოდა, თავისთავად ცხადია, ამაზე რეაქცია ისეთი იქნებოდა, რომ ამას ვერ შეაკავებდა ვერც ერთი პარტია, ვერც ერთი მართველი პარტია მათ შორის. თუმცა ზოგიერთმა მიიღეს ის პასუხი, რომელიც მიიღეს გვაველთებ გულისხმობ გახარიას პარტიას. არაჯანსაღი დამოკიდებულება, მომხმარებლური დამოკიდებულება, ფლიდი დამოკიდებულება, საკუთარი
თანამოქალაქეების მიმართ, აისახება სწორედ ესეთ საარჩევნო შედეგში. ნუ მე სიმართლე გითხრა, არ ვიცი ხა ნახევრად ხუმრობ წუხარ მინდოდა რომ უფრო მეტი ყოფილიყო ოპოზიციური პარტია, მაგრამ მასე გადაწყვიტა თბილისმა და მე მივესალმები თბილისის გადაწყვეტილებას. ნუ ყოველ შემთხვევაში ის პარტიები რაც არის, ჩვენ ვხედავთ რომ არის სამი პარტია, სრულიად განსხვავებული მიმართულების, იმდენად რომ მათ ფრაქციაც ვერ შექმნეს სამკაციანი, იმიტომ რომ იდეოლოგიური შეუთავსებლობაა. გარკვეული ალიანსის კონტურები იდეაში კი ჩანს, იმიტომ რომ კონკრეტულ თემატიკაზე, როდესაც ლაპარაკი ინვესტიციებზე ჩვენ ვხედავთ დიდ სიახლოვეს მათ შორის ორ სუბიექტს გულისხმობ, მაგრამ მის თქმა მინდა რომ ხმა ისმის, ეს ოპოზიციური ხმა ისმის, ის სიმრავლე ეხა 5-ნი იქნებიან თუ 15 იქნებიან თუ 25-ნი, მაინც იგივე უნდა ელაპარაკოთ. ხო, ამიტომ ამ მხრივ ეს დეფიციტი არ იქნება, მით უმეტეს დღევანდელ პოლიტიკაში, სადაც ჩვენ ვხედავთ რომ პოლიტიკა უფრო გახდა რაღაცნაირად სხვანაირად ინკლუზიური, ხო, საჯარო სივრცეს დიდი გავლენა აქვს, მედია სივრცეს, ციფრულ საშუალებებს, ინფორმაციის და ეს ზემოქმედებს ეს ყველაფერი პოლიტიკაზე და ეს რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა დაგეთანხმა რომ მისასალმებელია რომ ჩვენ ხედავთ შემოსულს უკვე, ანუ რაც არის აღიარება იმ ცდარი გზის ტყუილზე დაფუძნებული გადაწყვეტილების, რაც თავის დროზე 2024 წელს მიიღეს და შესაბამისად გააგრძელეს მე ეს პოლიტიკა, მაგრამ ეხლა ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ამ რევერსს, ხო, ვიღაცა დარჩება ესე გაჯიუტებული და ბუნებრივია მას აღარ დარჩება მე ასპარეზი და რო არ დარჩება მე ეხლა გინდა აურჩეველი დაუძახოს მოსახლეობას, გინდა მოსახლეობა დაუძახოს, გინდა მოქალაქე. მაგრამ ამის მიუხედავად ქალაქი აგრძელებს ცხოვრებას და ყველა მაცხოვრებელი, ვინც ცხოვრობს თბილისში, საკრებულოს მერიაც არის ყველასთვის და აგრძელებს იმ პოლიტიკას რომელიც დაწყებული არის უკვე რამდენი წელია. Როგორ ფიქრობ, ანუ 2026 წელს რა იქნება ყველაზე საინტერესო ამ ხრივ, რომ ჩვენთან ახლა უნდა გავდივართ ბიუჯეტის პროექტს, უნდა დავამტკიცოთ ეს სხვადასხვა მიმართულებით უამრავი ხარჯი არის გაზრდილი და ჩვენ ვისმენთ მერის მესვეურების შეხვედრები გვაქვს და მათ გეგმებს და რა არის ყველაზე დასამახსოვრებელი, ანუ რითი შეიძლება დავაინტერესოთ მოსახლეობა. კი ბატონო, არ მიყვარს ხოლმე თქმა იმისა, რომ რაღაცა უპრეცედენტოდ პირველად ისტორიაში ესეთი ტერმინოლოგიისგან მე შორს ვარ. მაგრამ ნუ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ დღეს 2 მილიარდ 200 მილიონი არის თბილისის ბიუჯეტი. მე და შენ ჩვენ და საამაყოთ უნდა ვთქვათ, მე მადლობა წარდგენისათვის და მე როცა წარმოადგენდი 3 მილიონამდე ადამიანს პარლამენტში. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ წარმოადგენს 1,5 მილიონი ადამიანს, იმიტომ რომ თბილისი არის დიდი მეგაპოლისი არის. საშუალო ევროპული აღქმითაც კი თბილისი ძალიან დიდი ქალაქი არის და მე და შენს გვაქვს პატივი ჩვენს კოლეგებთან ერთად რომ წარმოვადგენთ ამ ქალაქს. ამ ქალაქში ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ზოგადად ფედერალურ დონეზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ მე და შენ არ ვართ მხოლოდ საკრებულოს წევრები, ხო, ვართ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ჩვენ მართავს ფიქრი ასევე და ანჩე საქართველოსეც ცხადია და ბუნებრივია და უნდა განვითარება მოყვეს ამას ჩვენს ჩანაფიქრებს აუცილებლად. მარტო თბილისზე ზრუნვა არ იქნება ჩვენგან კეთილსინდისიერი. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ პირველ რიგში ვართ პასუხისმგებელი ჩვენი მოქალაქეების, თანამოქალაქეების წინაშე. ძალიან ბევრი რამ კეთდება. მე მინდა გითხრა რომ მხოლოდ რომ თქვა ხა მე მაინც ახალი ვარ ამ მიმართულებით როგორც კომისიის თავმჯდომარე კულტურის და განათლების, მაგრამ იმ წუთასვე დავიჭირე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. მე კახაკალაძის მადლობაც კი გადაუხადა. რამდენიმე პროგრამა, პროექტი ისეთი არსებობს ხელშესახები, რომელსაც მე ძალიან გულშემატკივრობ. მე და შენ ვიყავით თქვათ ქალაქ ბურსაში და ბევრ სხვა ისტორიულ ქალაქებში. რასაც შეგვიძლია შევეხოთ კიდეც და ჩვენს სვენელს გაუზიაროთ მაყურებელს. თუ რა შეხვედრები იყო და რა მნიშვნელობის შეხვედრები იყო. მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ქალაქში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, მაგალითად ისწავლე და დასაქმდე. ეს არის ჩემს ერთ-ერთი საამაყო პროგრამა, როდესაც 10,000 ადამიანმა გასული წლის განმავლობაში მიმართა თბილისის მერიას, რომ ჩართულიყო ამ პროგრამაში და რას გულისხმობს ეს პროგრამა, ხო, ვთქვათ, უნდა აუხსნათ სმენელს, რომ პროფესიული განათლების კუთხით, გადამზადების კუთხით ეძლევა შესაძლებლობა ამას აფინანსებს მერია. პროფესიები არის ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ბაზრის მიერ, მოთხოვნის მიერ, ან
საუბარი არის დამსაქმებლობის მიერ, ეს არ არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა მე უმაღლეს განათლების როლს ძალიან გამიჭირდება რომ დავაკნინო, რა თქმა უნდა არც არ უნდა დააკნინებს არასოდეს, მაგრამ განსხვავებით უმაღლესი განათლებისაგან პროფესიულ განათლება იძლევა საშუალებას რომ პირდაპირ დასაქმდე. თუ იმ შემთხვევაში, როდესაც შენ დიპლომს იღებ, ეგრეთ წოდებულ დიპლომს იღებ და ერთვები ცხოვრების ლოტოტრონში და მე მაინც ხდება ეს ხო სათუო შენ დასაქმდები, არ დასაქმდები, მიიღებ თუ არა იმ ჯამაგირს, რომელსაც ელოდები. ამ შემთხვევაში შენ პირდაპირ ხარ ბაზარზე გასული და ეს ერთი მიმართულება ძალიან მინდა რომ აი გამოვიყენო შენი ეთერი და ახალგაზრდებს უთხრა რომ 10,000 ნაცვლად ეხლა კალაძემ წარმოადგინა 20,000 ახალგაზრდების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს რომ ჩვენი დასაქმებულების ბაზარი გაიზრდება 20,000-ად. ის მიმდინარე პროექტები, რომელიც შეეხება მუზეუმებს და რაც არ არის ნაკლებ მნიშვნელოვანი, ეს ინტელექტუალური, რა თქმა უნდა, განვითარება ქალაქის, რომელსაც აქვს უდიდესი წარსული. ეხლა მე და თქვენ ერთმანეთს უთხარით, რომ სიყვარულით სავსეა, თუ სიკეთით სავსეა, თუ სინათლით სავსეა, სამივეთი სავსე არის. მე უთხარი კიდეც ოპოზიციის ერთ-ერთ დეპუტატს, რომ არ მიმცემ საშუალებას, რომ მოახდინონ დაკნინება. ქალაქი ვითარდება ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის ინტელექტუალურად ვითარდება, მათ შორის ვიზუალურად ვითარდება, მათ შორის ეკოლოგიურად ვითარდება. წარმოუდგენელი არის ის განვითარება, ის პროგრესი, რომელიც მე მაგალითად, როგორც კრაინსის დეპუტატს 8 წლის განმავლობაში შემიძლია დაგიდასტურო მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, მაგალითად ფონიჭალებში, სადაც არ იყო საერთოდ ტრანსპორტი, დღეს ავტობუსების რიგი დგას. შეიძლება სადაც გვაკლია, შეიძლება სადაც მეტია, შეიძლება ჯერ კიდე მენეჯმენტის მხრივ დასახვეწი ვართ, მაგრამ ფაქტია, მე გეუბნებით მხოლოდ ჩემს რაიონზე, კრაინსის რაიონზე. საიდანაც ადამიანები ფეხით მოდიოდნენ საერთოდ ზემო და ქვემო ფონიჭალიდან და დღეს მე სიამოვნებით აი ვაჩვენებდი ნებისმიერ მსურველს თუ რა მდგომარეობა აქვს ამ თვალსაზრისით. კორპუსებს შორის, აი ამ ეგრეთ წოდებულ რაღაცა ჯუნგლებს შორის, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოყვა ხო ჩვენ მემკვიდრეობად, დღეს გვაქვს სკვერების და ბაღების ესეთი რაოდენობა, რომ ხშირად თვითონ ფონიჭალელები და დამეთანხმებიან, მე არც მომერიდება ამის თქმის და არ მომერიდება იმისა, რომ დავიმოწმო ისინი, რომ ისინი იძახიან, რომ ჩვენ ფონიჭალა კი არა, სკვერი ჭალა ვართო. მე მადლობას ვუხდი ამისათვის, რა თქმა უნდა, ლევან ჯაფარიძეს, ასევე ჩვენ კოლეგას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც გახლავთ დღეს მოქმედი მაჟორიტარი საკრებულოში, ისე როგორც ბექა მიქაუტაძეს, ასევე კომისიის თავმჯდომარე არის ბექა, რომელიც გამგებელი გახდათ. დიდი ყურადღება იყო, ხო? შეგვიძლია გავშალოთ, შეგვიძლია ჩვენმა კოლეგებმა ყველა თავის რაიონზე, უბანზე თქვას იმსჯელოს, მაგრამ მე და თქვენ ხომ ვართ მომსწრე იმისა, რომ გვიწვევენ ყოველ კვირას 2-3 ღონისძიებაზე, სადაც იხსნება ქალაქის მერის მონაწილეობით არაჩვეულებრივი ახალი სივრცე. მე მაგალითად გდანში სიმართლე გითხრათ არ მიწევდა ეხა ესე ხშირად მისვლა, მაგრამ წინა საარჩევნო პერიოდში ჩემმა კოლეგებმა კოტე ზარნაძემ, შალო ბაიძემ, ლადო ბოჟაძემ და ნუ კახაღალაძემ რა თქმა უნდა მიგვიწვიეს, რაც მე იქ ნახე გდანის ტბასთან დაკავშირებით. რა იყო და რა არის. სამწუხაროა, რომ კერძო ხელში აღმოჩენილი ხშირად ესეთი ტიპის ობიექტები ვერ პოვებს ის განვითარებას. ეს ჩემს სამწუხაროა, იმიტომ რომ მე ყოველთვის გულშემატკივრობ, რომ კერძო ინვესტიციას და ვფიქრობ, რომ როდესაც რაღაცა საკუთრებაში არის, ის უფრო უნდა განვითარდეს, მაგრამ ჯერჯერობით მაგალითს გვაძლევს ის, რომ ქალაქის მერია კალაძე მისი გუნდი მთლიანად ანვითარებს ქალაქს იმგვარად, რომ ადამიანებს ეს სიამოვნებდა. ეს რო არის ლიტონის სიტყვები, ეს მარტივად მოიძებნება, გნებავთ YouTube-ზე, გნებავთ ინტერნეტში და რა ვიცი, მადლობელი ვარ ბედის, რომ მეც ამ დიდი საქმის თანამონაწილე ვარ თქვენთან ერთად. კი ბატონო, ესე იგი, საქმე იმაშია, რომ თბილისი გარდა იმისა, რომ არის პირველ რიგში თბილისელებისთვის, რაიონულ დონეზეც ყველაფერი ძალიან აქტიურია და ჩვენ ვხედავთ ხოლმე ჩართულობას, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი რაც კეთდება რაიონის დონეზე, სულ არის ინტერაქცია მაჟორიტარი დეპუტატი. იმ რაიონის 25 მაჟორიტარი დეპუტატია. ყველა მათგანი არის ძალიან აქტიურად მონაწილეობს თავისი უბნის და რაიონის ცხოვრებაში, ლობირებენ თავიანთ ამ საკითხებს და ამ ხრივ შეიქმნა უკვე ესეთი საინტერესო მოდელი. მით უმეტეს მას შემდეგ რაც პარლამენტში უკვე ეს მაჟორიტარული წარმომადგენლობა აღარ არსებობს და
ეს სიცარიელე გარკვეულწილად რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარ მანკიერ პრაქტიკად იყო აღიარებული, შემდეგ გაუქმდა და ეხლა უკვე იგრძნობა გარკვეული დეფიციტი, ამიტომაც ერთგვარი სუროგატი მოიფიქრეს ხო დელეგატის სახით, რომ მაინც იყოს ვიღაც წარმომადგენელთან უნდა იყოს გარკვეული რაიონი მიბმული, იმიტომ რომ სხვანაირად რთულდება როგორც ჩანს კომუნიკაცია. გარდა იმისა, რომ არსებობს მთელი ეს იერარქია და აი მუნიციპალურ დონეზე შენარჩუნებული არის მსგავსი ფორმატი, თბილისი მაინც არის უკვე მთელი საქართველოს დედაქალაქი. წარმოადგენს მიზიდულობის ცენტრს ამ კუთხით, კულტურულ ცენტრს, ფინანსურ ცენტრს, ყველანაირად ეს გახდა ძალიან დომინანტი მეგაპოლისი, მართლა შეიძლება ითქვას და მათ შორის აღმოჩნდა მიმზიდველი და არის კიდევაც იმ სხვადასხვა თაობის დიასპორებისთვის თავის ძროზე რომლებიც იყვნენ ემიგრანტები, შემდეგ უკვე ჩამოყალიბდნენ დიასპორად, იმიტომ რომ ისინი უკვე ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და ჩვენ გქონდა საშუალება რომ გვენახა თურქეთში, აი თავის დროზე 150 წლის წინ დაახლოებით გადასახლებებული ქართველები, რომლებიც მანამდე ბედითობით მოხდა რელიგიის შეცვლა და ეს იქცა სწორედ ფაქტორად, რის გამოც რაღაც მოწოდებას აყვლენ და ისინი და რუსულმა პოლიტიკამაც ცხადია თავის როლი ითამაშა, ისინი დასახლდნენ იქ. ძალიან საინტერესო იყო ის მიგნება, რომ ძალიან დიდია ხო თურქეთი როგორც ტერიტორია და მათ იპოვნეს და არჩიეს ადგილი, რომელიც ძალიან გავდა მათ საცხოვრებელ გარემოს, ხო, ძირითადად ზემო აჭარაძეა ლაპარაკი. შტაბ-ეჭდილება რა ჩვენ ამ ვიზიტიდან მივიღეთ, რომ რამდენად და მანამდეც შენ წლების განმავლობაში უამრავ დიასპორას ხარ შეხვედრილი, როგორ გესახება აი ურთიერთობის ჩამოყალიბება, თუნდაც ამ უახლესი გამოცდილების ფონზე, დიასპორის როლი, ემიგრაციის როლი საქართველოს ცხოვრებაში, მათი მონაწილეობა, ეს კავშირები, ისინი არიან ჩვენი წარმომადგენლები საზღვარგარეთ და გარკვეულწილად ამბიდრებენ ამ ქვეყანას თუ და ჩამოყალიბდნენ ეს თქვა დიასპორებად თუ მაინც ჩვენ უნდა რაღაცნაირად პოლიტიკით ისე ვიფიქროთ, რომ უფრო მეტად იყვნენ სამშობლოსთან დაკავშირებული. ის რა ხა მიდის დამახინჯება პროცესების, ისევე როგორც ყველა მიმართულებით არის ცდა იმისა, რომ დამახინჯდეს. სამწუხაროდ არა მხოლოდ ქართული ტრიბუნებიდან. ხდება აი აბსოლუტური ფსკერიზაცია, ესე ვიტყოდი მე იმ ღირებულებების, რომელსაც ჩვენ მივისწრაფით, ჩვენ ძალიან სუსტებად გამოიყურებიან ეს ადამიანები და ეს პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს დებენ ბრალს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს უკუსლა ევროინსპირაციასთან დაკავშირებით და ყველანაირად საქართველოს ცდილობს, რომ იყოს ფასეული პარტნიორი ევროპული ამ პლატფორმისათვის, ოჯახისათვის, მაგრამ ახლა როდესაც ხელოვნურად ხდება რაღაცაში დადანაშაულება, აქ უკვე ჩვენს ფრუსტრაცია, რა თქმა უნდა, ფრუსტრაციას იწვევს ჩვენ საზოგადოებაში. რაც შეეხება დიასპორას, დიასპორა ეს არის ჩვენი დიდი ძალა. ეს არის ყველა მიმართულებით, მათ შორის დემოგრაფიული მიმართულებით. მეორე საქართველო არის დიასპორაში. და მაშინ როდესაც ჩვენ ბუნებრივია სამართლიანადაც მოვთქვათ, რომ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა მოსახლეობის დასთან დაკავშირებით, აქ დიასპორა ჩვენ უნდა განვიხილოთ ამ პროცესის განუყოფელ ნაწილად. ის რომ დიასპორის დიდი ნაწილი ინახავს საქართველოს დიდ ნაწილს, ეს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ამის მადლიერების შეგრძნება ერთი წამითაც არ უნდა დავკარგოთ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც შრომობენ დღე და ღამე და მართლაც აკეთებენ იმ დიდ ქართულ საქმეს, რომელსაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ძლიერების გამყარება. თუმცა კიდევ აქვე მინდა ვთქვა, რომ არიან ადამიანები, სულად გამორჩეული დიასპორელები და ეს არის საუკუნოვანი გამოცდილება არის ჩვენი. მე შევახსენებდი ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ ვინ შექმნა მაგალითად ბალეტი ამერიკული და სხვა და უამრავი ჩვენი ძალიან დიდი წინაპარი იყო მონაწილე ევროპული და დასავლური ცივილიზაციის აღმასვლის და ამით ჩვენ ვამაყობთ და ვიამაყობთ მუდმივად. დიასპორაში რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ვიზიტს, ეს იყო განსაკუთრებული და რატომ? მინდა განმარტო. ჩვენ გვყავს რამდენიმე დიასპორა, ეს არის ირანის დროინდელი დიასპორა, როდესაც ის იყო იძულებითი, სხვა დროს იყო ეს გარკვეული ეკონომიკური დიასპორა,
იყო პირველი ფრანგული დიასპორა და მე ალბათ მithქვამს კიდეც შენთვის რომ ჩემი ბაბუები არიან დაკრძალული ლევილის სასაფლაოზე ეს სხვადასხვა ტიპის დიასპორები არის მაგრამ იქსაც ჩვენ ვიყავით ახლა მინდა მე მსმენელს და მაყურებელს ვუთხარ რომ ეს არის მუჰაჯირობის დროინდელი და აბსოლუტურად სწორედ აღნიშნე რომ მათ მიაგნეს დიდა ჭარას ეძახიან მე რატომაც ფიქრობ რომ დიდა ჭარას და პატარა ჭარას ალბათ თავის საცხოვრებელს განიხილავენ და გახსოვს როგორც განათლების და კულტურის კომიტეტის წევრებმა მე და შენ დაველაპარაკეთ თუ რა შესაძლებლობები შეიძლება მათი იქნას გამოყენებული და რეალიზებული საქართველოში და ნახე როგორ პირდაპირ მოდიან იმაზე რომ გახსნან ორი აკადემია აი ორი აკადემია მე არ მინდა ახლა ვიდრე არ მოქვს შეთანხმებული ორ მინისტრს ვესაუბრე უკვე სადაც საუბარი არის ერთი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთი განათლების მიმართულებით რომ ორი აკადემია გაკეთდეს და კვლავ ჩავერთოთ იმ სისტემაში რომელსაც ქვია პროფესიული გადამზადება და რო ვეკითხები რომ ჩვენგან რა გნებავთ არაფერიც არ გნებავთ ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ საქართველოს დაწინაურდეთ აი ესეთი დიასპორა ყავს ჩვენ ესეთი ადამიანებით რა ვიცი აი ხარისხით დიდი ხარისხით და ძალიან დიდი რაოდენობით სავსე დიასპორა ყავს ჩვენ მიმდინარეობს ხელოვნური დევალვაცია რაღაცა გარკვეული პოლიტიკური რაღაცა მიმართულებით თუმცა აქაც ხდება ეგ ხო ახერხებენ ადამიანები რომ დაამახინჯონ სრულად სიტუაცია და მათ შორის ყველანაირი ჯანსაღი მოვლენა გადანათლონ თავისებურად ახალგაზრდებს ჩაუნერგონ რომ რაღაცა უბედურება ხდება საქართველოს სინამდვილეში ვითარდება ეს ქვეყანა ყველა მხრივ ვითარდება აი თუნდაც ხარ ვავიღოთ ბოლო ეს ყადაღებული არაბიზაცია მე რამდენჯერმე მოვიყვანე მაგალითი არ ვიცი ალბათ თქვენს მენელსაც იქნება საინტერესო რომ მე მახსოვს ბაუზბეკი იყო ასეთი ინვესტორი ავსტრიელი კაცი იყო კარგი ესენი არიან არაბები ხო თქვა და ეს ძალიან მახინჯი და ქსენოფობიური გამონათქვამი არაბიზაცია რას ნიშნავს ჯერ ესეთი არაბიზაცია ხო მანამდე იყო გაჩინელება იყო თურმე ვარკეთილის რეგიონის მე სპეციალურად ავედი და ერთი ჩინელი არ ცხოვრობს სხვა შორის ჰუალინგში ერთი ჩინელი არ ცხოვრობს ერთი ხო არა წამლად რომ ერთმა ჩინელმა იცხოვროს ახლა რასაკეთებს რეკლამას რომელიღაცა სეილს მენეჯერი და რაღაცა კომპანია რომელიც ცდილობს რომ გაყიდოს საკუთრება ეგ სხვა საკითხი მაგრამ მე არ მჯერა რომ ჩვენ ავაშენებთ ფონიჭალაში რაღაცა ისეთ ინფრასტრუქტურას საერთოდ რომ მთელი დაიძლება მთელი არაბეთი და აკლემებით ჩამოვლენ და ესე იგი დაეყუდებიან აქ ეს იქნება ჩვეულებრივი ჯანსაღი პროცესი არც ბაუზბეკის დროს როცა იყო მოთქმა იმის შესახებ და გოდება რომ თურმე ავსტრიელებმა წაგვართვეს თბილისის გული და აგერ შერატონი არის და მშვენივრად ოპერირებს ის კომპანია უკვე მე რამდენი კომპანია შეიცვალა როგორც მენეჯერული კუთხით და ისე მესაკუთრის კუთხით და ჰუალინგი აგერ მოგიყვანეთ და ისევ იქნება აქ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის მტრობა რა ქართული დიდი საქმის მით უმეტეს რომ ვიცით ხომ ლელო გამოდგეს წინ გამოაგორეს რომელსაც დაიწყო საუბარი იმაზე რომ თითქოს რაღაცა უბედურება განხორციელდება ამ დროს თვითონ თავად მათი წარუმატებლობა იყო ის რომ ვერ მოიპოვეს ვერცერთი აღმოსავლური კომპანიის ნდობა და ნდობა ის უმნიშვნელოვანესი რამ არის ბიზნესში თორემ კარდაკარ დადიოდნენ ჩინურ კომპანიებთან და სხვებთან ამის მოწმენი ჩვენ ვართ ახლა დღეს არ დაუბადებულ ვართ და ვიცი ზუსტად როგორც იყო მაგრამ როგორც კი დადგა საკითხი იმაზე რომ ბიძინა იმაშვილმა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახერხა რომ ამხელა ინვესტიცია შემოიყვანოს ამის ყველანაირი დაზიანების მცდელობას ვადევნებ ჩვენ თვალყურს თუმცა მე მგონია რომ ადამიანები ვინც ირგვლივ ცხოვრობენ ახლა ფონიჭალაში ის რომ ჩვენ სკვერი გავაკეთეთ და ის რომ ავტობუსი დავნიშნეთ ეს ხო არ არის სამყაროს დასასრულიან ისე რა ვქოთ დასაწყისი და ამით არ შეიძლება ბედნიერება აი ბედნიერი ვიქნები როდესაც ფონიჭალაში თუ სხვა ახლომდებარე დასახლებებში მოყვანილი პროდუქტი იქნება გასაღებული აქ ამ მიმართულებით ახალგაზრდები ისწავლიან ჰოსპიტალიტის ბიზნესს და დასაქმდებიან თითქოს ჩვენ რა მომსახურე პერსონალი უნდა ვიყოთ რას ნიშნავს მომსახურე პერსონალი უნდა იყოს სტუმარ მასბიძულობა იყო ჩვენი ადადან პაპადე დასაწყისიც იყო და ჩვენი სიამაყის საგანიც იყო და რა გახდა ამაში რომ თუ გახდებიან მენეჯერები რა მაინც მომსახურე უნდა გახდეს მომსახურეც გახდება მენეჯერიც გახდება და გენერალური მენეჯერიც გახდება თავარი რომ იყოს რაღაცა
შესაძლებლობა იმის, რომ ამ ადამიანებს გასაქანი ჰქონდეთ, რომ ჩაერთონ ბიზნესში. და ირგვლივ, როგორც წესი, თქვენ წარმოიდგინეთ ხა, რომ 6 მილიარდი სადაც იხარჯება, რამდენი რამ ჭირდება ამას გვერდითი აქტივობები. ეს იქნება პროდუქტი, ეს იქნება ადამიანური რესურსი თუ სხვადასხვა. რატო ამახინჯებენ ამ სიტუაციას? მე კი კარგად მესმის, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ხალხს და ჩვენს თანამოქალაქეებს ყოფნით იმის აბსოლუტური ადამიანური და გონივრული შეხედულება იმას მიმართ, რომ აქ ტრაგედიას ვერ ხედავენ და პირიქით მიესალმებიან. კი, მე მგონია რომ გაგრძელდება მაინც არის იმ დისკუსიაში, რაც სხვადასხვა პროექტის გარშემო მიმდინარეობს, ხოლმე არის აბსოლუტურად ირაციონალური ფობიებზე, შიშებზე, მე ვიტყოდი არა აგებული, არამედ ამის გამოყენებული კამპანიები, რომელიც მიზნად ისახავს სწორედ აი ესეთ ირაციონალურ წინააღმდეგობას და შემდგ ადამიანების შიშების გაღვივებას. მაგრამ მეორე მხრივ არის რაღაცა კითხვები, თქვა ვიღაც საინტერესო, ისიც ინსტრუმენტალიზებულია, ისიც პოლიტიკურ წინააღმდეგობის ნაწილად არის ქცეული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე ლაპარაკი მაინც შეიძლება. ბოლოს და ბოლოს თუ ადამიანს დაწერილი სჯერა, წააკითხებ, რომ აი ესია და თქვა სადღაც შეაცვლევინებ აზრს, მაგრამ თუ ეხა ადამიანი უბრალოდ ხელმძღვანელობს რაღაცა აღქმებით, მითოლოგიით და სხვა ტიპის შეხედულებებით, იქ ძალიან რთულია დისკუსია და ამ ნაწილზე ვფიქრობ, რომ ეს კიდე გაგრძელდება, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ეს არ გაჩერდება და ანტაგონიზმი რახან არსებობს და ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური ანტაგონიზმი, ყველაფერი იქნება გამოყენებული ცხადია იმ კამპანიის ფარგლებში, სადაც ვხედავთ ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ. და ამ შემთხვევაში კი ხელისუფლების წინააღმდეგ ანტაგონიზმი უკვე ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგაც, იმიტომ რომ სანქციების მოთხოვნა, დამხობის მოთხოვნა, გადადგმული ნაბიჯები, ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი. აი რა კი ანტისახელმწიფოებრიობა ვახსენეთ, ჩვენ ხედავთ ძალიან სერიოზულს და რომ გლობალურ საკითხს რო შევეხოთ, ძალიან სერიოზულ თავდასხმას საქართველოზე. როგორ ფიქრობ, ეს გრძელდება? ოდნავ მინაულდა, იმიტომ რომ მათ დაინახეს, რომ ვერც არჩევნებით, ვერც ქუჩის პროცესით, აქ ხელისუფლების ვერც ცვლილება და ვერც შერყევა ვერ მოხდა. ფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება თუ გარკვეულწილად შეიძლება შეიცვალოს. ანუ 2026 წელს ჩვენ აი ამ ზეწოლას, რასაც ვხედავთ და კრიტიკას, რა სახით უნდა ველოდოთ? იცი რა, იმდენად გურამ ხელის გულზედებს ეს ყველა პროცესები. წარმოუდგენელია, მოდი დავიწყოთ ბოლოდან, ხო, BBC-ს რაღაცა გაუგებარი დოკუმენტური შეკვეთილი ფილმიდან. საუბარი არის, რომ მოუწამლეთ ხელისუფლებამ ადამიანები, ოღონდ მოწამულს ვერ პოულობენ. ნუ იქ ეხა კომედიურ ჟანრში აღარ მინდა შესვლა, რომ თუთიყუშს თმები გაცვიდა და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. აქამდე თუ დავალთ, ეხა ეს ძალიან უცნაური იქნება. ვერავინ ვერ ადასტურებს კონკრეტულ შედეგს იმ განხორციელებულ უკანონობასთან ბრჭყალებში, რომელსაც გვაბრალებენ ჩვენ. ჩაიარა ამ საქმემ. მათ შორის ტრამპის ადმინისტრაცია უჩივის ანალოგიური კიდევ უფრო ამაზრზენი ტყუილისათვის BBC-ს და აი ამ ფონზე მაინც რომ გამოდიან ევროპარლამენტარები გარკვეული განცხადებებით, მე როგორ დავიჯერო, რომ ისინი არ არიან საქმის ხურში, ისინი არიან საქმის ხურში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს დაფინანსებები, არსებობს მათ შორის კერძო დონაციები, რომელიც ასევე ლეგალურად არის, არსებობს დასავლეთში ასეთი შესაძლებლობა, რომ შენ შეგიძლია რაღაცა დააფინანსო რაღაცა კამპანია და მე ამ კამპანიიდან მიიღო კონკრეტული ბენეფიტი. ჩვენ გვახსოვს, რომ სააკაშვილი კვდებოდა არავის სიკვდილს რა თქმა უნდა არ უნატრულო, ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა უსურვოს, თუმცა ადამიანს ისეთი ავადმყოფობიდან გამოჯანმრთელება შეახოცეს, რომ სირცხვილიც კი იყო. მე მგონი თავადაც უნდა გასცინებოდათ, მით უმეტეს რომ ამდენი ექიმები ყავთ გამოდგმული წინ. ეს ადამიანები სულ ყველა ეს იქნება ლიეტუველი დეპუტატები თუ სხვები და სხვები, რომლებიც ამას ტირაჟირებენ, ხელოვნურად ტირაჟირებენ. აი ორი დღის წინ მოხდა მთლიანად ჩამოშლა BBC-ს ფილმის ფაბულის, მოხდა აბსოლუტური, რა ვიცი, ხელის გულზე ამოტანა იმისა, რომ რამდენად ტყუილი იყო ესა და მაინც განაგზობ ამის ტირაჟი. არა ინფორმირებას ამას ხო ვერ დავაბრალებ, ამას დავაბრალოთ აუცილებლად
რაღაცა ფინანსური ინტერესი, რაღაცა ინტერესი, პოლიტიკური ინტერესი იყოს, კაი ბატონო, რომ უფრო ღრმა ბრალდებებში არ შევიდე, მაგრამ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ თავი მოგქონდეს მაღალ რაღაც პოლიტიკურ მოღვაწის რანგში, იყო ევროპარლამენტარი და ტირაჟირებდა ისეთ სისულელეს, რომ რაკამიძე არის საერთოდ ლაპარაკი. მადლობა ღმერთს, რომ ქართულ ოცნებას ხეროსიმა და ნაგასაკს არ დაგვაბრალებენ იმედია და ახლა სასაცილოც აღარ არის, ხომ კიდე ერთხელ ვეძახი, არჩეულად უბრალოდ ზუსტად თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ზუსტად თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორ შეიძლება იყოს დანაშაული თუ არ არსებობს დაზარალებული? როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაცა არქი, სასწაული, მომწამლავი ნივთიერება თუ ერთი მოწამლულიც არ არის? ეხლა ვიღაცას თავი ასტკივდა, ბუნებრივია, არავის არ სიამოვნებს, არც წიწაკის სპრეი და არც სიამოვნებს, მე სხვა შორის რო ხედავ, რომ ვიღაცას, მაგრამ თუ გადადის ეხლა ადამიანი ზღვარს და თუ სახელმწიფოებრივ წესრიგს არღვევს და თუ საერთოდ პარლამენტზე მიაქვს შეტევა და თუ გადატრიალების ცდილობა აქვს, ეხლა ამ სახელმწიფოს უნდა დარჩეს ხო იმის უფლება, რომ გამოიყენოს წიწაკის სპრეი, მაგრამ არა უმეტეს და ერთ რამეს მივახცია ყურადღებას, ხო შორის არ მომისმენია ვინმესგან ამის თქვა, რომ ანუ ჩვენ ბიჭებს, სპეციალურ დანიშნულების ნაწილის ბიჭებს ჩვენ თვითონ წამოვავდით ამ დროს, იმიტომ რომ ყველა კადრებში ჩანს, რომ გაფრქვევა ისიც ხდება იმ სითხის, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასიამოვნო ამაში არაფერი არ არის. შეიძლება იქ ჩვენი ახლობლებიც იდგნენ, ჩვენი შვილების მეგობრები ამ პირიქით ან რა მნიშვნელობა აქვს? ქართველები იდგნენ, ხო, თანამოქალაქეები. ჩემთვის ადამიანები, რომლებიც ცდებიან. ან არიან ნეფსით, ან უბლეთ ჩემსთანი, მაგრამ როგორ კარგი ისინი გავიმეტეთ და ეს ბიჭები, სპეციალური დანიშნულების ნაწილის ბიჭები, რომლებიც დღე და ღამე პატრულის ბიჭები, რომლებიც საქართველოს ემსახურებიან, ისე გული მწყდება ამ ადამიანებს შეურაცხყოფას რო აყენებენ. გეგონება პატრული იყოს ერთი ხელისუფლების კუთვნილება. ან სპეციალური დანიშნულების ნაწილი იყოს ერთი ხელისუფლების კუთვნილება. ამ ბიჭებს ჩვენ თვითონ წამლავდით. მათ შორისაც არ არის მოწამლული, მადლობა უფალს, საიდან უნდა ყოფილიყო, რაც არ იყო, ის ვერ იქნებოდა, ხო? აი ასეთ სიცრუეში, ასეთ უბედურებაში, როგორც აცხოვრებდნენ მაშინ, ეხლა ცდილობენ ყოველ ჯერზე აცხოვრონ რა. მე ისე გული მწყდება, რომ გვაქვს საშუალება, რომ თუ ჩვენ ყველა ერთიანად გავერთიანდებით, ჩვენ რო გავერთიანებულიყავით, ევროკავშირის წევრებიც კი შეიძლება ყოფილიყავით უკვე, რომ არ ყოფილიყო ეს დამაზიანებელი, ეს ამაზრზენი, აი ყოველად არ ვიცი, არაპატრიოტული მტრული დამოკიდებულება საქართველოს, ჩვენ რო გავერთიანებულიყავით და ის პოლიტიკოსებს რო ეძახიან თავის და რო დარბოდნენ ევროკავშირის კორიდორებში, მათ რომ ესე არ ემოქმედეთ. ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, ვის უნდა რომ სანქციები დაუწესდეს. ხო ტყუიან და ნიანგის ცნებებს ყურიან, რომ თითქოს ქართულ ხალხს არა ოცნებობენ სწორედ რომ ქართულ ხალხს დაუწესდეს სანქციები იმისაც რომ მე ჩვენზე შვილი იძიონ. ყველაფერზე წამსვლელი ხალხია. ჩვენგან განსხვავებით. მე ვიყავი ჩემს პირად წარდგენაზე 2020-ში, როდესაც გამოვიდა ჩემს წარსადგენად პრემიერ-მინისტრი და თქვა რომ ჩვენ მივიღებთ ევროკავშირის წევრობას და სრულფასოვანი ესე იგი წევრობის განაცხადს გავაკეთებთ. ამაზე ქილიკი იყო. როგორ შეიძლება მოხდეს, გახსოვთ თქვენ ხო, მე რამდენი დამახინჯება იყო ყველა მოვლენების, რამდენად იყო ტირაჟირება ისეთი თემების, რომელიც აზიანებდა ჩვენს ევრომისწრაფებებს. მივიღეთ კანდიდატობა, აქაც ვერ დაოკდნენ. ეხლა დღენიაдаг, დღე და ღამე დარბიან, ხან დარბოდნენ უკრაინაში, რომ ზელენსკი ვითომ არეგულირებდა და აორგანიზებდა სანქციების მინიჭებოდა და ვის არა. არ ჩერდებიან, არ ისვენებენ. მაინც ქართული ოცნება თავისთავად რაღაცნაირად მიიწევს. გააზრებულად და ხალხისათვის სასიკეთოდ და იმედია რომ ხალხიც გაიგებს ამას, შეიგნებს და ის ნაწილიც, რომელიც ჩვენ ეხლა რაღაცნაირად გვეწინააღმდეგება, საბოლოო ჯამში დადგება სწორ მხარეს და ჩვენ ერთად მოვახერხებთ წარმატებების მიღწევას.
ქართული ოცნება და სახელმწიფო კი მიიწევს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ჯერ არაერთგვაროვანია ვითარება, ხო? ანუ ჩემთვის 2025 იმითია გამორჩეული, მიწურული წელი, რომ თუ კი ომი დაწყებიდან უკვე მალე 4 წელი შესრულდება, ყველა არ აღიარებდა იმას, რომ რა იყო ამ ომის რეალური დატვირთვა და შინაარსი. მათ მიეშთათ, რომ აი რაღაცა რუსეთმა საბაბი იპოვნა, ტერიტორიების მიტაცება უნდა, კიევის სამ დღეში აიღოს, დღესაც კი უამრავი ადამიანი, ვისაც ძველი სამყაროსი ჯერა ამას იშველიებს, მაგალითად, რომ ანუ აი რუსეთმა ვერ მოიგო. ყველა ადამიანი ვინც იცახის, რომ რუსეთმა ვერ მოიგო, სინამდვილეში საერთოდ თანამედროვე კომუნიკაცია ესე გახდა ერთ ფრაზას ამბობ, რომელიც არის დავარცხნილი, მაგრამ იმის უკან სრულიად სხვა შინაარსებ. ყველა ეს ადამიანი ამბობს, რომ არა, სამყარო არის ისევ ისეთ, ისაა დასავლეთი არის უძლეველი და რაც თავარია ის არის ნათელი და მართალი, ხოლო მეორე მხარე მოწინააღმდეგე ყველა არის ბოროტი, ბნელი და სხვა ინტერესები არ არსებობს. პირველ რიგში ეს ომის თავარი შინაარსი იყო აი სწორედ ამ სურათის და ამ წესრიგის ამოყირავება, რაც გამოუვიდა რუსეთს. თუ კი გამარჯვება რაღაც თუ რა გაიზომოს, აიწონოს და შეფასდეს, მთელი რიგი მდგენელები აქვს და მათ შორის ერთ-ერთი ეს არის. ის საერთაშორისო წესრიგი დანგრევა მან ცადა, დაიწყო და დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ ეს წესრიგი აღარ არსებობს. საკუთრივ უკრაინის ფრონტის ხაზზე რა შედეგი დადგება, როგორ დამთავრდება, ეს არავინ ჯერჯერობით არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ივარაუდოს, როცა ვარაუდს გამოთქვა, მე იმ წუთში ვეგეუბნებია, რომ შენ გიხარია და გადაყავთ საერთოდ სხვა ემოციურ განზომილებაში ეს მსჯელობა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის რომ ის წესრიგი ყოველ შემთხვევაში არსებობს და ახალი ჩამოყალიბებული არ არის, ეს არის ის რეალობა, რომელსაც უკვე ყველა დასავლური სახელმწიფო დაეთანხმა და აღიარებს. შესაბამისად, ჩვენ ცხოვრობთ ახლა ამ ძალიან ესეთ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ადამიანს არათუ რაღაც გარკვეული სარისკო ღონისძიებების დაწყება მეტი სიფრთხილე გმართებს. ანუ აი, ხო რაღაც ზომიერი სიფრთხილე და კიდევ უფრო ბევრად მეტი სიფრთხილე, მით უმეტეს ჩვენი გამოცდილებით, როცა გვინახავს რა მოულოდნელად შეიძლება სად აღმოჩნდე და ვის შეიძლება ზურგიდან დანა ჩაგარტყას. აი BBC-ის გამოძიება რო ასახე, ეს იყო ახსენე, ეს იყო კლასიკური მაგალითი ამისი, ხო, რაღაც ერთი წლის წინანდელი ამბავი, აი წარმოგიდგენთ ვიღაცა ჯგუფი ზის, რაღაცას ამზადებს, მუშაობს, ქეკავს, ტიპებს წერს, ინტერვიუებზე აგროვებს. ეს რა პროცესი არ მიყვება. უკვე დაგეგმილი გეგმის მიხედვით ევროპარლამენტარებმა კი არ ნახეს აი ამ თემის აბსოლუტური ჩვენს მიერ, ჩვენი არგუმენტებით, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის არგუმენტებით აბსოლუტური დევალვაცია მოხდა, ლიკვიდაცია მოხდა თემის. მიუხედავად ამისა, დაწერილი გეგმის მიხედვით, მაინც დაგვარტყოს ადამიანებმა, იმიტომ რომ ამაშიო, მოდი ესე ვთქვათ, ანუ ფული გადახდილია, მუსიკა შეკვეთილია და ჩვენ გავიგეთ ეს ამაზრზენი ნოტები. და ამაშიც ჩანს სწორედ რომ ეს ყველაფერი არის ერთიან სცენარად დაწერილი. როდის უნდა დაიწყოს, როგორ უნდა დაიწყოს, სად, ვინ უნდა ჩაერთოს, ვინ რა უნდა ილაპარაკოს და მეცაც გეტყვი, ამას შეიძლება უფრო დიდ სურათში დანახვაც რა. იმიტომ რომ ფაქტია, რომ აი გვერდზე დღეებში მოხდა მოვლენები, რომელსაც თითქოს პირდაპირ კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ეჭვი არ გაგიჩნდეს და აქ ერთგვარი სინქრონი არ დაინახო. წინა დღეს იყო სწორედ როცა უკრაინამ ბრალი დაგვიდო ჩვენ იმაში რომ აქტიოს რაღაც საკომუნიკაციო ცენტრი არსებობს თბილისში რაღაც რუსული და ნუ ისო დიოზური საერთოდ რომელიც სხვათა შორის მინდა თქვა რომ არ იყო ჩავარდნაზე გამიზნული და ეს მართლა ბედის წერით და შემთხვევითობით მოხდა და კონკრეტული ადამიანის გმირობით რომ თქვა იგივე ალეკოელის საშუალო ვერ დაწოს სასამართლოს შენობა ხო რომელსაც ექნებოდა შესაბამისი რეზონანსი და გამოძახილი ხო რომ ჩვენები რა იმ თავრობის უუნარობა და კონკრეტული ზიანიც მოეტანა ეხა ბუნებრივია რომ ეს მოახდენდა პროცესის შეფერხებას ხო ეს დაწესებულება იმსახურება გარკვეულ გურამ არ შემიძლია არ გამოიყენო შესაძლებლობა და რო არ გითხრა აი საერთოდ საუბარი იმაზე ჩვენ ის გულშემატკივრობთ არარელევანტურია როგორ შეიძლება ჩვენ გულშემატკივრობდეთ მშვიდობის გარდა რაიმე სხვას თქვა ჩვენი დედაქალაქი ეს ცნობილი აღიარებული ფაქტია რომ 73 ეროვნების წარმომადგენელს იტევს და თანაცხოვრობთ ბედნიერად და რამდენი წელიწადია ჩვენ არ გვსმენია არანაირი დაპირისპირება ეროვნებებს შორის ხო მათ შორის ისეთ ეროვნებებს შორის რომლებიც უკიდურესად დაპირისპირებულები არიან სხვა ვთქვათ ველზე ამაზე საერთოდ საუბარის მე არ ვიცი რას ნიშნავს ეს ხელოვნურად ჩვენთვის გადმოცემა არ მინდა რომ სხვა სლენგი ვიხმარო რაც ჩვენთვის უცხო არის საერთოდ ბუნებრივია გულშემატკივრობის მშვიდობას ყავდა
დამეთანხმება ახლა დღეს პარლამენტის წევრი არის ჩვენი მეგობარი, მაშინ ოდესაში იყო ჩვენი გენერალური კონსული, მან გამომიგზავნა 50 ბავშვი 50 მშობელთან ერთად. მე მათ მასპინძლობდი აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, უანგაროდ და ჩემი შესაძლებლობებით უკრაინელ ბავშვებს გულისხმობ და მათ შორის უკრაინაში უკრაინელ დაღუპულ მებრძოლების შვილებს. სწორედ ეს ბავშვები, როცა მყავდა პარლამენტში მოყვანილი და როცა ჩვენ გადმოფინეთ დროშები, აი იმ დღეს გააკეთა ზელენსკიმ განცხადება, რომ გაიწვია ელჩი იმის გამო, რომ ჩვენ თურმე 2 ბუკი არ გადავეცით. ეხლა არ ვიცი, მსმენელი რამდენად არის ინფორმირებული, 2 ბუკი არაფერი არა, ეს საერთოდ 80-იანი წლების დროინდელი შექმნილი საერთოდ. სამაგეროდ 2 S400 დგას პირდაპირ სამაჩაბლოში. რომლის გასროლითაც ეს 400 აი ძალიან საყვალპურო ენაზე რო ახსნა, ნიშნავს რომ 400 კილომეტრი შეუძლია რომ გაანადგუროს ნებისმიერი სამიზნე. და სინამდვილეში 40 კილომეტრია მაქსიმუმ ალბათ მე და შესაძლოა მუშაობთ, ხა თბილისის საკრებულო. და აი ამ ხელოვნური გამოგონილი არ ვიცი საიდან დავალებული მიზნით ზელენსკიმ ჩვენ ჩაგვარტყა ზურგში ლახვარი საკუთარელს მიაყენა უკიდურეს შეურაცხყოფა რომ უთხრა რომ თუ შენ ვერ იზიდავ შეიარაღებას წამოდი სახში და დასაქმდი სხვა საქმეზე კიდევ ერთხელ 2 ბუკი ამ დიდომში არის დაახლოებით 2 ორლულიანი თოფი ну არ ვიცი რა გითხრა ხა ნებისმიერ იმაში დაპირისპირებაში ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენ გვახსოვს მთელი რიგი უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები მის თაობაზე რომ საქართველოს უნდა ჩაერთოს საქართველოს რა მოხდა მე ჩაერთოს და გახსნას მეორე ფრონტი მე ზუსტად ვიცი დაბეჭდებით ვიცი და ვიცი რომ შენც იცი საიდან და როგორ მოდიოდა ის ამბავი რომ ჩვენ უნდა გვეომა და თუ ვერ მოახერხებდით რომ მთელი სრულმასშტაბიანი პარტიომასშტაბიანი ომი გაგვემართა რუსეთისაც მე გადავსულიყავით პარტიზანულ ომში და ამას მე ახლა ზურგს ვინ უმაგრებს არ გაინტერესებს იმ პარტიიდან მე მგონი ფიგურალურად რა იყო 300-დან 200 საზღვარზე იყო წითელი ხიდის პირველი 2008 წლის ომის ეპიზოდში და ამ ადამიანებს უნდათ რომ ჩვენმა შვილებმა იომონ ჩვენმა შვილებმა იომონ და იომონ თუ იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა სუვერენიტეტი მაგრამ რა არის ახლა დამთავრდა ხო ეს ისა რა ქვია მამლუქობა და რატო უნდა იომოს ჩვენმა შვილმა ისეთ ომში რომლის პერსპექტივაც გაურკვეველია მიზანიც გაურკვეველია შენ სწორედ თქვი შეიცვალა სოფლიო წესრიგი თუმე ადრე რუსეთს ცალსახად აბრალებდა და საბჭოთა კავშირი რა თქმა უნდა არ ღვევდა სოფლიო წესრიგს სადაც გნებავთ ინტერვენციები გნებავთ უნგრეთი იყო თუ ავღანეთი იყო თუ სხვა უკანასკნელ ხანებში ჩვენ დავინახეთ ხო რომ დასავლეთიც არინდობს მათ შორის ბელგრადს ბომბავდა 78 დღე ხო შუაგულ ევროპას არ შევალ ეხლა მე სიღრმეებში მაგრამ ფაქტია რომ იყო შეპირებები გარკვეულწილად და იყო შეთანხმებები რუსეთს და დასავლეთს შორის რომელიც დაირღვა მე რომ ეხლა განმარტო ეს რას გულისხმობ მე დამაბრალებენ რომ მე ვარ საბჭოთა კავშირის და რუსეთის მხარე სინამდვილეში ფაქტი ფაქტად დევს მე ის განცხადებებიც მახსოვს როდესაც რუსეთი მზად იყო ნატოს შესასვლელად თუმცა არავინ არ მიიღო ეს მხედველობაში სერიოზულად არ ვიცი ამან რა მოიტანა როგორ მოიტანა ჩემზე უფრო დიდი პოლიტიკური თქვათ არიან ადამიანები რომელსაც ამას უფრო კარგ ანალიზს გაუკეთებს მაგრამ ის რაც მე მახსოვს რაც წამიკითხავს და რაც ჩემ დროს მოხდა ეს ფაქტია მიუხედავად იმისა რომ არც ერთ ნაწილში რა თქმა უნდა არც ერთ ნაწილში მე არ ვამართლებ ადამიანების სიკვდილს და არ ვამართლებ ქალაქებზე თავდასხმას და მძინარე ქალაქებზე მათ შორის თავდასხმას რასაც ეხლა ნუ ჩვენ ვადევნებთ თვალყურს მაგრამ ეს ერთი ხელის მოსმით ყველაფერში ერთი მხარის დადანაშაულება და ჩვენი ცდა იმისა რომ რამენერად ჩაგვითრიონ ამ ომში ეს არის წარმოუდგენლად მიუღებელი ჩემთვის კი ბატონო მოკლედ ჩვენ მე მგონი ყველა ისეთ დაგროვილ თუ წლევანდელი წლისთვის დამახასიათებელ თემას შევახეთ და მოვიხილეთ რაც საინტერესო იყო იმიტომ რომ საჭიროა ხოლმე მე მგონია რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთგვარი რაღაცნაირ შეჯამება და საჭიროა მოხდეს ერთგვარი აი წნევის გაზომვა რა სად ვართ რა ვიყავით რა გავიარეთ და რა პროცესები ერთგვარად დასრულდა და ეს სახელის დარქმევა რომ აი აქ ვართ რომ ეს გავიარეთ ვინ მუტყუანი იყო ვინ მართალი იყო როგორც თბილისური გამოთქმა არის საჭიროა აბანოს სადაც თეთრი და შავი გამოჩნდება
ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდეგ რაღაც ახალი გვერდი გადაიფურცლოს და აღარ მოხდეს იმ რაღაც ერთგვარი გარკვეულ შიზოფრენიულ ხასსაც ჩვენ ვადენებთ ბუნებრივია თვალს, რომ ადამიანები ესე ჩაციკლულად ერთ და იგივეს უკვე ყველას დაავიწყდა. რო არ თქვა ეს და არ აღნიშნო. შენი ეთერის საშუალებით არ შემიძლია. ეხლა მიდის ასეთი პროცესი, შიდა პროცესი, მე დავანებოთ საგარეო პროცესებს და გლობალურ პროცესებს თავი. არაჩვეულებრივი შეიძლება ოჯახის შვილების დგანან. რაღაც ხელოვნურ პროტესტში, ეს ხო ხელოვნური პროტესტია, მოდი დავარქვათ. გაუთავებლად ისმის რომ რაღაცა წლიდან წლამდე პროტესტი მიდის, უწყვეტი პროტესტი, 10 კაცი გამოვა არ ღვევს მართლა 100,000-ობით მოქალაქის უფლებას და მე მთაწმინდელი ვარ და არც ერთი არ ვიცი ძალიან იშვიათად თუ ვიღაცა ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ სამსახურიდან ადამიანი სახლში მიდის და 20 კაცი გადაუკეტავს სახლს, ბავშვი სკოლიდან ვერ გამოყავს და იქ ბავშვებს დააყენებენ. არიან ადამიანები, რომელსაც შეფასების გამო თავ შევიკავებ, იმიტომ რომ იმათზე ჩემი შტაბიჭლება ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ არიან კიდე ადამიანები, რომელსაც მე მენიანება, რომ არიან ამაში ჩართულები და ხდება რაღაცნაირად აი ყოველდღიური აი მავნე, მახინჯი, ჩვენ რასაც ჩაუპიარს ვეძახით, ამ შეგონებით ამ ხალხისათვის ტვინის გარკვეული გამორიცხვა. არის ესეთი შენიცი თომას მანისეული ბუდენბრუკის სინდრომი არის რა, როდესაც ოჯახი განიცდის რაღაცა ჩამოქვეითებას და თავიდან იწყება იმგვარად რომ რაღაცა ანალიზია, აზრია ოჯახში და მე ეს გაედინება ახალგაზრდები და მე არ მინდა რომ ეს სინდრომი თბილისს მოეკიდოს. მე მინდა რომ პირიქით დატრიალდეს ეს ყველაფერი და მინდა რომ ახალგაზრდებმა გაიგონ და შეიგონონ. მე მახსოვს, როდესაც მე აფხაზეთში მივდიოდი და როდესაც იყო ეს არეულდარეულობა, მამაჩემის მეგობრები როგორ მეუბნებოდნენ, რომ დაფიქრდით, რა ხდება, მე ამის გაგონება არ მინდოდა. მაგრამ როგორ შევადარებ აფხაზეთში, თქვათ, ჩემი წასვლის მისწრაფებასთან იმას, რაც ახლა დღეს ხდება. ის იყო აბსოლუტურად, აი შიშველი პატრიოტული, გააზრებული თუ გაუაზრებელი რა მნიშვნელობა აქვს. მაშინ ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტი ირღვეოდა. დღეს რა გერღვევა? მთელი სახელმწიფო გადამკვდარი არის, რა გაგიკეთოს, როგორ გაიკეთოს. ბოლონიის პროცესიდან დაწყებული აბსოლუტური სისულელე ხარ შენ ჩემზე კარგად ერკვევი ამ განათლების საკითხებში და ამ სისულელებიდან დაწყებული, დამთავრებული იმით, რომ თითქოს არაბიზაცია ხდება. ყველა მიმართულებით სახელმწიფო ზრუნავს ერთმანეთზე, რომ ახალგაზრდა ადამიანს, ჩემ შვილს, ჩემი შვილის თანატოლებს ცხოვრება გაუხდეთ უფრო ადვილი. ამას მე მინდა რომ მიმართვა ეს უყოლა ჩვენს მენელს რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს იქნებ რაღაცნაირად გაიაზროთ და ჩემო ძვირფასო მეგობრებო დაგვეხმაროთ იმაში რომ ეს ქვეყანა გავიყვანოთ ფონს, რასაც ქართულად ვეძახით. არაფერი არ გვიკლია იმასთან, გარდა ეს მავნებელი პოლიტიკოსების, რომლებიც ესე ჩემოდენებს ჩაალაგებენ თავიანთ ბინძურ რაღაცა საბუთებს და შავ პიარს უკეთებენ ჩვენ სახელმწიფოს. აი ამად გარდა ჩვენ არაფერი არ გვიშლის იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრიც. გავხდეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრიც და მართლაც ერთხელ სამუდამოდ ჩვენ ქვეყანა გავიყვანოთ ფონს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ჩვენ დღევანდელი ეთერი დასრულებულია. სტუმრად ყავდა ბექა ოდიშარია, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. მე გევშտოვებით მომდევნო კვირამდე.